გამარჯობათ, ამ გაკვეთილში ჩვენ ვისწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ jar ფაილი. მოდი ჯერ გავიგოთ რა არის საერთოდ ეს jar ფაილი. როდესაც ჩვენ პროგრამას წერთ და ვაკომპილირებთ ამ ჩვენს კლასებს, ვღებულობთ ეგრეთ წოდებულ აი ამ კლას ფაილებს, რომელიც არის ჩვენი მზა პროგრამა უკვე და ეს უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს. მაგრამ ესეთი ფორმით ამ პროგრამის არსებობა არის ცოტა მოუხერხებელი. ვინაიდან მომხმარებლის დროს შესაძლოა დაიკარგოს რომელიმე ფაილი, ან მომხმარებელმა შემთხვევით წაშალოს რომელიმე კლას ფაილი და შესაბამისად ჩვენი პროგრამა კორექტულად აღარ იმუშავებს. უფრო უკეთესი არის თუ კი გვექნება ერთი საერთო ფაილი, რომელიც გააერთიანებს აი ამ კლას ფაილებს და გვექნება ესეთი სახით მიღებული პროგრამა უკვე, რომელსაც გამოიყენებს ნებისმიერ მომხმარებელი. სწორედ ამ ფაილს ქვია jar ფაილი, Java archive file. ესე შეიძლება გავიშიფროს ეს. მოდი ახლა ვისწავლოთ როგორ შეიძლება ამ jar ფაილის გაკეთება, გამშვები jar ფაილის გაკეთება. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ეგრეთ წოდებული manifest ფაილი. აი აქ უნდა უთხრათ ამ ჩვენს jar ფაილს თუ რომელი არის ჩვენი launcher კლასი, ანუ რომელი კლასი შეიცავს main მეთოდს, იმ მეთოდს საიდანაც უნდა დაიწყოს ჩვენი პროგრამა. და არ დაგვავიწყდეს რომ ჩამოვიდეთ შემდეგ ხაზზე და იყოს ეს ორ სტრიქონიანი ფაილი, ეს არსებითია, ვინაიდან ესე სხვა შემთხვევაში არ იმუშავებს. ეხლა გავხსნათ ეს ჩვენი ფანჯარა CMD და შევცვალოთ მიმდინარე დირექტორია. და ახლა უკვე შეგვიძლია შევქმნათ ეს ჩვენი jar ფაილი. ამისთვის ვიქცევით შემდეგნაირად. ვიძახებთ jar -cvmf ესეთნაირად, შემდეგ ვწერთ manifest ფაილის სახელს manifest text. შემდეგ ვწერთ თვითონ იმ სახელს, რაც მინდა რომ ერქვას jar ფაილს, მაგალითად app jar და შემდეგ უკვე ვწერთ pipki წერტილი class, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა class ფაილს გააერთიანებს ამ ჩვენს jar ფაილში. და ვნახავთ ახლა, როგორც ხედავთ, გაკეთდა ეს ფაილი, app jar ქვია და ახლა ვისწავლოთ მისი გაშვება. ეს მოხდება შემდეგნაირად. Java და აქ დავუწერთ -jar, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენი ვირტუალური მანქანა წამოიღებს კლასებს არა ფოლდერიდან, არამედ jar ფაილიდან. დავუწერთ app.jar. და მართლაც დაგვიწერა it works ჩვეულებრივად და ეს ჩვენი main მეთოდიც მეც არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა. ამ გაკვეთილს მე დავასრულებ, მადლობა გიხდით ყურადღებისთვის.